სოფლიოში ყოველ წელს 300 მილიონ ტონაზე მეტ სხვადასხვა სახის პლასტმასის ნაკეთობას აწარმოებენ. ამ ოდენობის თითქმის ნახევარი ერთჯერადი მოხმარებისთვისაა შექმნილი. ამერიკაში გამოყენებული პლასტმასის მხოლოდ 14% გადამუშავდება, დანარჩენი კი ნაგავსაყრელებზე, გზის პირას ან ოკეანეებში ხვდება, სადაც ისინი წყალქვეშა სამყაროს დიდ ზიანს აყენებს. გარემოს დამცველები ოკეანეების ამ ნარჩენებისგან გაწმენდის გზებს ეძებენ. პოლიეთილენის ნარჩენები წყალქვეშა სამყაროსთვის მომაკვდინებელი შეიძლება იყოს. საერთაშორისო გარემოს დაცვითი ორგანიზაციის Greenpeace-ის ფილიპინელმა წევრებმა ეს სკულპტურა იმისთვის შექმნეს, რომ ხალხმა მეტი გაიგოს თუ რამდენად საზიანოა პოლიეთილენი გარემოსთვის. ამ ვეშაპის დანახვისას ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ პოლიეთილენით დაბინძურების პრობლემა ძალიან დიდია, რომ რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ და ეს ახლავე უნდა გავაკეთოთ. ფილიპინები ოკეანის პოლიეთილენით დამაბინძურებელ ქვეყნებს შორის ჩინეთისა და ინდონეზიის შემდეგ პირველია, თუმცა პრობლემას სხვა ქვეყნებიც ქმნიან. მეცნიერების შეფასებით ყოველწლიურად ოკეანეში სხვადასხვა გზით 8 მილიარდ კილოგრამამდე პოლიეთილენის ნარჩენი ხვდება. ბოიან სლაც დაბინძურებასთან ბრძოლის თავისი სტრატეგია აქვს. ჩვენ შეგვიძლია ოკეანის დინება ჩვენ საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. დავზოგოთ დრო, ფული, ენერგია. ოკეანე კი ამგვარად თავის თავს გაწმენს. სლატი ამბობს, რომ არსებული სტრატეგიით ოკეანეში მოხვედრილი პოლიეთილენის ნარჩენების შესაგროვებლად კილომეტრების სიგრძის მოტივტივე ბარიერების გამოყენებაა შესაძლებელი. შემდეგ კი ეს ნარჩენები ნაპირზე გადაიზიდება და გადამუშავდება. ამ სისტემით უმცირესი ნაწილაკების შეგროვება ცხადია შეუძლებელია, მაგრამ დიდი მასიური ნარჩენების შეგროვებაც კი გარდამტეხი ცვლილება იქნება დაბინძურების შესამცირებლად. სლაც იმედი აქვს, რომ პირველ ბარიერულ სისტემას წყნარ ოკეანეში მოტივტივე პოლიეთილენის წინააღმდეგ უკვე წელსაა მოქმედებს. მისი გეგმით, ფონდი ბოლო 5 წლის მანძილზე ოკეანეში მცურავი ნარჩენების 50%-ის გაწმენდას მაინც შეძლებს.